როგორ ხარ? რაგბი. კარგად იყავი? რაგბი. ხანდახან ვარჯიშმერც ფრენლები მომდიოდა. გამასვენე სტადიონიდან გავიღვიძე საავადმყოფოში ამ მოთამაშეებთან ვიცოდა აი ბავშვობიდან ვარსკვლავები იყვნენ, ეხლა მეგობრული ურთიერთობა მაქვს იმ რა მაგარი წითელი ბარათი მისცა, ეხლა როდესაც გაუგია ეგეთი რაღაცა. მაგრამ აი წითელის უკან ამ ხელას შრომადებს, რომ მეინსტრიმში რომ ჩემ თავს ხედავდი, ყველა სოციალურ ქსელში რომ იმ ხელა ნეგატივს იღებ, რომ რაღაცა ჭრილობები გრჩება. ყველაზე კარგი კომპლიმენტი მსაჯისთვის არის, როდესაც შენზე არაფერს არ ამბობენ, თუ კარგი პერფორმანსი გქონდა. კიბო დაგემართოს ნეტა ეგ წითელი ბარათი რომ მიეცი ნეტა თითვრინავი ჩამოგივარდეს, ყელს გამოგჭრით აეროპორტში დაგხვდებით, გადაგიწვავთ ოჯახს. დაგჭრე? ხო. მართლა დაგჭრეს? გამჭრეს, კი. ვაიმე აქ რა ვქნა. და საზრუნოდ გაქვს სადღაც წამი. სხვადასხვა ქვეყნების ისტორიის წერაში იღებ მონაწილეობას. წყალი რო ამეხო და დამელია, ფიქრობდი რომ იმიტომ ვსვავდი რომ სოფლიო ჩემპიონატზე უნდა მომხვედრილიყავი. ყველაფერს მიაღწიე რაგბში? მინდა რომ ამ კუთხით შევეხო მერაბ შარიქაძის ამბავს. შენგან მგონია რომ ამ თემაზე კომენტარს ბევრი დაელოდება. და სისხლი მომდის აი ესეთ ქრიალი. პირველი უნიკალური მომენტი იყო რომ საჯი სისხლზე გაიყვანეთ და დაბრუნდა მე რა და არც არ მithქვა სხვათა შორის.